საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მოგეხსენებათ დღეს საქართველოში ჩაეყარა უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი, რაც დამეთანხმებით ალბათ რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ პროექტს კი ახორციელებს კომპანია Black Sea Petroleum. პირველ რიგში ერთად უსურვოთ წარმატებები ამ კომპანიას და ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა. მადლობთ. ახლა კი მე სენაზე მივდავთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. გესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოხარული ვარ, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად მონაწილეობ ამ ძალიან მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც Black Sea Petroleum აშენებს, იქნება უმნიშვნელოვანესი შენაძენი მთლიანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს არის ამ პროფილის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი $100 მილიონ შეადგენს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა იქნება $700 მილიონი, რაც არის შთამბეჭდავი ციფრები დამეთანხმებით. ქარხანა იქნება აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას. საწარმოს ფუნქციონირების დაწყება იგეგმება მომავალ წელს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,200,000 ტონა ეთნავთობს გადაამუშავებს, ეტაპობრივად წელიწადში 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება მთლიანად სამუშაოების მოცულობა. 2028 წლის ბოლოსთვის საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ Black Sea Petroleum შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტი გავაექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებს. პროექტი ბუნებრივი მნიშვნელოვანი დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო საოჯრო ბალანსი, რაც ხელშეუწყობს ეროვნული ვალუტის გრადობას და ვალუტის სტაბილურობას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელშეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაცხოვრებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე უკვე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შეასრულებას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. მე მინდა მადლობა გადაუხადო წარმომადგენლები მინდა უსურო Black Sea Petroleum-ს, Black Sea Petroleum-ის ხელმძღვანელობას, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ მომავალში. გულის მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ძვირფასო სტუმრებო, თქვენი ნებართვით ახლა სენაზე მივდავთხოვო საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით. ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს მორიგი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი სტრატეგიული პროექტის პრეზენტაციაზე ვიმყოფებით, როგორც პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე. ეს პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიციები ბევრი არ განხორციელებულა და ამ პროექტის მასშტაბურობაზე, რა თქმა უნდა, ამ პროექტის მასშტაბურობა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის
მაღალ დონეზე კოორდინაციის, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანაში ჩამოაყალიბოთ ახალი ინდუსტრია, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ყულევის ტერიტორიაზე იქნება, ეს არის მართლაც სრული ციკლის პირველი ნავთობგადამამუშავებელი ასეთი ტიპის საწარმო, რომელიც რეგიონში უნიკალურია, არა მხოლოდ საქართველოში და მინდა მადლობა გადაუხადო ინვესტორებს იმ დობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ზოგადად მინდა თქვა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად მნიშვნელობა ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგორესურსებზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს. ამ შემთხვევაშიც საუბარია იმ გეოგრაფიულ უპირატესობაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზუსტად ეს გეოგრაფიული უპირატესობა გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი, წარმატებული, კომერციულად წარმატებული პროექტი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას. საუბარია პირველ ფაზის შემთხვევაში მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის გამოშვებაზე, თუმცა საბოლოოდ ეს კომპანია განვითარდება რამდენიმე ფაზად და ბოლო ეტაპზე ჩვენ სრულად შევძლებთ ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას და ასევე შევძლებთ მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, რომელიც მათ შორის ევროპის ბაზარზე ექსპორტირებული იქნება. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს განვითარება იყო სრულად თანხვედრაში გარემოს დაცვით უმაღლეს სტანდარტებთან და აქაც ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობა და კოორდინაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ იმ უწყებას, იმ რგოლს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ინვესტორებს ეხმარებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამ საწარმოების განვითარების პროცესში გჭირდებოდა მათ შორის ადგილობრივი კანონმდებლობის იმგვარად მოდიფიცირება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეგვეძლო და აქ რა თქმა უნდა მოქნილობა, ჩართულობა ყველა სახელმწიფო უწყების იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მასშტაბის საწარმოები შეიძლება საუკუნეში ერთი იქნებოდეს და როცა საუბარია საქართველოში ეკონომიკურ წინსვლაზე, ეკონომიკის ზრდაზე, როცა საუბარია იმაზე, რომ ახალი ინვესტიციები ხორციელდება ქვეყანაში და იქნება თუ არა ახალი საწარმოები, მათ შორის სპეკულაციის თემა იყო, რამდენი ახალი საწარმო შეიქმნა ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა კონკრეტულად თითოეული საწარმო, რომელიც სახელმწიფოს თანამონაწილეობით არის შექმნილი, აღრიცხული ყავს და ეს ინფორმაცია საზოგადოდ ხელმისაწვდომია, გამჭვირვალეა, მათ შორის ონლაინ რესურსებით ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასეთი ტიპის საწარმოები, რა თქმა უნდა, ერთეულები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს საწარმო არის ახალი დარგის განვითარების საფუძველი. აქ საუბარია ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაზე, საუბარია ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე ჩვენს ქვეყანაში და საბოლოოდ სხვადასხვა ეტაპის განხორციელების შემდეგ ჩვენ საუბრობთ მათ შორის ნავთობქიმიის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, ეპოქალურია, ეს არ არის შემთხვევითი პროექტი, ეს არ არის რიგითი პროექტი. ამიტომ განსაკუთრებული დღეა დღეს და განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავგიხადოთ თქვენ ამ კომპანიის დამფუძნებელს Flexis პეტროლიუმის ხელმძღვანელობას ასეთი ინვესტიციებისთვის. ჩვენი მხრიდან მუდმივად გექნებათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს საწარმო იყოს წარმატებული და კიდევ ერთხელ ყველა დამსწრეს, რომელიც ამ პროექტს მხარს უჭერს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებები. უღრმესი მადლობა ბატონ ლევან საკმაოდ საინტერესო დეტალების გაჟღერებისთვის, მაგრამ მოდით ახლა ამ მნიშვნელოვან პროექტზე უფრო დეტალურ სიღრმეებში წავიდეთ და მე მინდა სცენაზე ვთხოვო სწორედ ამ პროექტის და კომპანიის სულის შემდგმელს, Flexis პეტროლიუმის დამფუძნებელს ქალბატონ მაგა ასათიანს. გთხოვთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, მოგესალმებით ჩვენი კომპანიის სახელით და დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებდა და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას. გვჯერა, რომ ქვეყნის ყულევის ქარხანა გაზდის საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას და თავის წყლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა მთავრობის ეფექტური მუშაობა და უაღრესად დიდი მხარდაჭერა. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებს აქტიური ხელშეწყობისათვის.
უკვე გაზაფხულზე ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროდუქტების ექსპორტზე გატანას. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ პროექტი გამორჩეული მაგალითია ქართული და უცხოური ბიზნეს სტრუქტურების თანამშრომლობის. ნებომომეცით დიდი მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისათვის ყველა საფინანსო ორგანიზაციას, ჩვენს პარტნიორებს და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტს. ჩვენ გავერთიანდით ერთი დიდი მიზნის ირგვლივ და საერთო ძალისხმევით შევძელით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს მათი თავდადებისათვის, ერთგულებისათვის, შრომის მოყვარეობისათვის და ერთიანობისათვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. ღმერთმა მოგცეს მშვიდობა და არ მოაკლოს ჩვენ სამშობლოს